მოგესალმებით, ეთერშია Business Insider, რადიო სივრცის ეთერში, ტრადიციულად 4 შაბათს Business Insider-ი. ვისაუბრებთ ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე, რა თქმა უნდა, კვლავ კვალიფიციურ სტუმართან ერთად, თუმცა ცხადია, მანამდე მიმოვიხილოთ გარკვეული მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენს გარშემო. გუშინ გაიმართა ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია, წელს მეორე დისკუსია, რომელიც გახსნა საქართველოს ეკონომიკის ამდღარი განვითარების მინისტრმა ბატონმა ლევან დავითაშვილმა მოგეხსენებათ საქართველოს ეკონომიკური ფორუმი არის ერთ-ერთი მსხვილი პლატფორმა ქვეყანაში, რომელზეც საშუალება აქვთ ბიზნეს სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრონ აქტუალურ საკითხებზე, რა თქმა უნდა დისკუსიაში ყოველთვის ჩართულია და მონაწილეა ეკონომიკური ფორუმის ანალიტიკური სექტორი, აკადემიური სექტორი, შესაბამისად არც გუშინდელი დღე არ იყო ამ თვალსაზრისით გამონაკლისი, დაახლოებით 100-მდე მონაწილე იყო გუშინდელი ეკონომიკური ფორუმის, სწორედ დასახელებული მიმართულებებიდან, დასახელებული სექტორებიდან, კიდევ ერთხელ გახსნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის ამდღარი განვითარების მინისტრმა, პანელზე ასევე წარმოდგენილები იყვნენ ბატონ ვიცე-პრემიერთან ერთად საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი შოთა ბერეკაშვილი და ბიზნეს სექტორის მხრიდან პანელზე იყო წარმოდგენილი თბილისის დრაიპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ ინაიშვილი. საკმაოდ საინტერესო დისკუსია იყო, რომელიც შეეხებოდა მთლიანობაში საინვესტიციო პოლიტიკას, თუმცა ცხადია საინვესტიციო პოლიტიკასთან ერთად საუბარი შეეხო ასევე ეკონომიკური ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, პროცესი, რომელიც მიმოიხილა პირველმა ვიცე-პრემიერმა და აღნიშნა, და ხაზი გაუსვა სწორედ 9.7%-იან ეკონომიკურ ზრდას, რომელიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში, მან ასევე აღნიშნა, რომ ბუნებრივია ამ მაჩვენებელს სჭირდება შენარჩუნებაც, რა თქმა უნდა იდეალურ შემთხვევაში რაც, თუმცა სხვა შორის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პროცესების არაპროგნოზირებადობას. მოგეხსენებათ საქართველოს ღია ეკონომიკა არის მჭიდროდ ინტეგრებული გლობალურ ეკონომიკასთან და შესაბამისად მნიშვნელოვნად საერთაშორისო პროცესების არაპროგნოზირებადობა ცხადია გავლენას ახდენს ამ დამოუკიდებელი მიზეზები, რომელიც შეიძლება იყოს. თუმცა ამ პერიოდამდე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ და სტაბილურად მაღალ ზრდას ინარჩუნებს, ასევე როდესაც ინვესტიციებზე შეეხებოდა საუბარი, თემა ასევე წამოიჭრა MR-ის მიერ დაგეგმილ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ამ კუთხით ცხადია ველით როგორც დაანონსებული იყო და ითქვა 6 მილიარდის ფარგლებში ინვესტიციას, კონკრეტულად MR-ის მხრიდან ცხადია აქ საუბარია შემდგომი რამოდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ პარალელურად რა თქმა უნდა არის მოლოდინი, რომ ეს იქნება მნიშვნელოვნად ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყნის ცნობადობის ასევე მთლიანობაში საინვესტიციო გარემოს შეფასებაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა OECD-ის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი გარემოს შეფასების ინდექსი, სადაც საქართველო იკავებს მერვე პოზიციას, ისევე როგორც ამ კუთხით რა თქმა უნდა საინტერესო იყო გასულ წლის შემოდგომაზე მსოფლიო ბანკის საპილოტე ანგარიში ბიზნესის მზაობასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად არის სამეულში დასახელებული და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ცხადია, როდესაც საუბარი შეეხებოდა ეკონომიკურ ზრდაზე და ინვესტიციებზე მსჯელობას და განხილვას, აქ ცხადია წამოიჭრა ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროება და მიმდინარე მდგომარეობა ასევე და პირველ რიგში ძალიან აქტუალური საკითხი იყო და მთლიანობაში არის ქვეყანაში ანაკლიის სპორტთან დაკავშირებული საკითხი, კიდევ ერთხელ ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რაზეც შეუძლებელი არ დავეთანხმო ამ ნაწილში, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან, რომ კარგია, როდესაც არ მოხდა, ასე ვთქვათ, ლოდინი ინვესტორთან დაკავშირებით და სახელმწიფომ თვითონ აიღო ინიციატივა თავის თავზე, რომ სპორტი განევითარებინა საკუთარი სახსრებით, ყოველ შემთხვევაში ის პირველადი სამუშაოები, რომელიც უნდა შექმნილიყო, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა ამ კუთხით და ცხადია იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სულ შევიტანთ რაღაცა დოზით მაინც, რომ
დასუსტდა სპეკულაციული საუბრები ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით, მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობის და პირველ ფაზასთან დაკავშირებული სამუშაოების პროცესი არის, ასე ვთქვათ, წარმატებული ამ თვალსაზრისით და პირიქით დაგეგმილი პირველადი თარიღი 2028 წელი შესაძლოა რომ იყოს 2027 წლის ბოლოს გულისხმობთ ამ შემთხვევაში სპორტის მხრიდან პირველი გემების შემოსვლას, ასევე აქ საინტერესოა კიდევ ერთი თემა, რომ ასევე ამ საკითხს ხაზი გაუსვა თბილისის დრაიპორტის შემწყობილებას ბატონმა ჯემალმა აიშვილმას და მანაც აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ შუადერეფნის უპირატესობაზე, შუადერეფნის გამოყენებაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აქვე პარლამენტის როლთან დაკავშირებით ცხადია, რომ ნებისმიერ ტიპის ინიციატივას მოუმაგრებდეს საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში და გუშინ ვნახეთ, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ვერიკაშვილი აღნიშნავდა, რომ ამ კუთხით პარლამენტს აქვს სრული მზაობა. ჩვენ დავიწყეთ საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და ეკონომიკურ ზრდაზე მინდა ასევე გავაგზავნოთ თემა და შევეხოთ დღევანდელი გადაცემის ნაწილში, უბრალოდ ერთს გავიმეორებ, რასაც წინა გადაცემებში ყოველთვის ხაზს ვსვამ ხოლმე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, დიდი 4-იდან მინიმუმ 3 ამ შემთხვევაში, ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადახედვაც ალბათ იქნება უახლოს პერიოდში. გულისხმობ სოფლიო ბანკს იანვარში, ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკს თებერვალში და აზიის განვითარების ბანკს აპრილში გადახედეს მათ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს პლუს მაჩვენებთ, ანუ გააუმჯობესეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გასული წლის შეფასებასთან შედარებით, მაგრამ ასევე ყოველთვის ხაზს უსვამ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებები, რომლებიც კიდევ უფრო ახლოდან გრძნობენ პულსს და ჩემთვის და ბიზნეს ინსაიდერისთვის და არა მხოლოდ ცხადია, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულად ასე ვთქვათ ამ კუთხით კარგი გაგებით სუბიექტურები ვართ, ვინაიდან მგონია რომ გალთეთანგართი არის ორგანიზაცია, რომელიც აქვს ძალიან მაღალ კვალიფიციური დასკვნები ეკონომიკასთან დაკავშირებით კლიანობაში, როგორც მაკროპროცესებთან, ისე სექტორულ მიმართულებებთან და ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჩვენ ვნახეთ, რომ გალთმა ასევე გააუმჯობესა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.8%-მდე საწყისი მაჩვენებელისგან განსხვავებით და დღეს სწორედ გალთენთაგართის მთავარ ეკონომისტთან ბატონ ლაშა ქავთარაძესთან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენ ბატონ ლაშა, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა ბიზნეს ინსაიდერში რადიო სივრცეში მობრძანებისათვის და თუ შეიძლება რომ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საუბროთ, ჯერ ასე ვთქვათ, ინფლაციაზეც მინდა გითხოთ და თქვენ გქონდათ თავდაპირველად ერთი პროგნოზი, შემდგომ ასე ვთქვათ ეს პროგნოზი შეიცვალა. ეს მიზეზები რომ გითხრათ ასე ვთქვათ და როგორია თქვენი მოლოდინები ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით თქვენს მსმენელს. პრინციპში ჩვენ, როდესაც წელი დაიწყო, მაშინ წარმოვადგინეთ სამი სცენარი, საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარი და საბაზისო სცენარით ჩვენი პროგნოზი იყო, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდებოდა. აქ ვითვალისწინებდით როგორც შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევე გლობალურად რეგიონში შექმნილ იმ გაურკვევლობებს, რომლებიც ახასიათებს რუსეთ-უკრაინის ომს და ასევე მაგალითად, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი მოვიდა, მოსალოდნელი იყო ასევე რომ სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით იქნებოდა გარკვეული ცვლილებები და ეს შემდგომ სიურპრიზები შემდგომ კიდევ უფრო ასე ვთქვათ ბევრი ქონდა, ხო? ამ იქიდან გამომდინარე რომ შემდგომ როდესაც ვაკვირდებოდით იანვარში ეკონომიკურ აქტივობას, ასევე თებერვალში ეკონომიკურ აქტივობას, შემდგომ ეხა მარტის ოფიციალური მაჩვენებელი საქსტატისგან არ გვაქვს, თუმცა ჩვენ სხვადასხვა ინდიკატორებს ვაკვირდებით თუ როგორი ტრენდი ასე ვთქვათ წარიმართება და აი ამ სამი თვის ფაქტობრივად მაკროეკონომიკური მონაცემების საფუძველზე ჩვენ მოგვიხდა აი ამ პროგნოზის 5%-იანი პროგნოზის გაზრდა 6.8%-მდე. ჩვენ ფიქრობთ რომ ეს პროგნოზი საკმაოდ რეალისტური არის მიმდინარე წლისთვის, უფრო მეტი შეიძლება კონსერვატიულიც კი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ თუ მაგალითად ეს ტენდენცია რაც უკვე სამ თვეში გვაქვს გაგრძელდება შემდგომ თვეებშიც, არ არის გამორიცხული რომ ამ პროგნოზის კიდევ უფრო გადახედვა მოგვიწევს ზრდის მიმართულებით. აქ ჩვენ უყურებთ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებსაც, მაგალითად როგორც უკვე ახსენეთ, Moody's-ის იყო მარტში გამოქვეყნებული პროგნოზი 6% არის, ასევე არის S&P-ის, EBRD-ის, ADP-ის და ასე შემდეგ. აი ყველა ორგანიზაციების პროგნოზების საშუალოც რომ გამოვიყვანოთ,
6%-დან არის ახლოს. ბევრი მათ შორის გამოირჩევა კონსერვატიული მიდგომით, წინა პერიოდებში თუ დავაკვირდებით ჩვენ მათ მიერ გაკეთებული პროგნოზებს და გასულ წელსაც თუ შევადარებთ მაგალითად ფაქტიურ მონაცემებს, დიდი განსხვავება იყო, ხო? ამიტომ უფრო კონსერვატიული მიდგომებით არიან გამორჩეული. ეხლა საინტერესო არის ზოგადად როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ანუ ფაქტობრივად პირველ რიცხვში ოფიციალური რაც არის, ეს არის 9.4% გაიზარდა ეკონომიკა, შარშან წლიური იყო 9.4, ანუ სტაბილურად ნაჩვენდება ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. შარშან ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი იყო მომსახურების დარგები, მაშინ როცა მრეწველობა გამოცოცხლდა, გადამომუშავებელი მრეწველობა იყო, ასე ვთქვათ, პლუსი კონტრიბუცია შექონდა, თუმცა როდესაც მთლიანად მრეწველობას უყურებთ, მრეწველობა არ იყო, ასე ვთქვათ, დიდი კონტრიბუტორი ეკონომიკური ზრდის, აქ ძირითადად იყო მომსახურების დარგები. თუ შევხედავთ, ასე ვთქვათ, დანახარჯების მეთოდით, მოხმარება იყო ძირითადი განმაპირობებელი, მაშინ როცა, ასე ვთქვათ, ინვესტიციებიც პოზიტიური კონტრიბუტორი იყო. წმინდა ექსპორტს რაც შეეხება, ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა, მათი კონტრიბუცია უარყოფით რჩებოდა 2024 წელს. ეკონომიკის ზრდაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ასე ვთქვათ, რომელი სექტორები არიან, ასე ვთქვათ, მოწინავე და ჩვენ წინა პერიოდებშიც, ასე ვთქვათ, ქონდა ისეთი სიტუაცია, რომ ეკონომიკა თანდათანობით უფრო მეტად დივერსიფიცირებული ხდება. მაგალითად 2024 წლის სექტორებს თუ დავაკვირდებით მთლიანში და პროდუქტში, არც ერთი სექტორი არ არის ასე ვთქვათ, ისეთი წილი, რომელიც 20%-ზე მაღალი იყოს მთლიანში და პროდუქტში წარმოდგენილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დივერსიფიცირებული არის საქართველოს ეკონომიკა, დივერსიფიკაცია არის ერთ-ერთი უპირატესი ნაწილი არის ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ თუ მაგალითად რაღაც მიზეზების გამო იქნება როგორც საშინაო ისე საგარეო მიზეზების გამო იქნება რომ ერთ სექტორში გვაქვს მაგალითად ჩენელება ან კლება არის, ეს არ უნდა გადაითარგმნოს რომ ეკონომიკური ზრდა ამის გამო შემცირდება და ასე ვთქვათ ამაზე დაყრდნობით პროგნოზებიც არ უნდა იყოს გაკეთებული მიუხედავად იმისა რომ ამ სექტორის წილი შეიძლება ოღონდ მაღალიც კი იყოს, ხო? მაგალითად ავიღოთ ისეთი სექტორი, რომელსაც წილი 10-15%-ის პარკლებში მერყეოს. ამ სექტორების ერთი მხრივ თუ ესენი ქვემოთ მოდის, არის სხვა სექტორები, რომლებიც უფრო მეტად იზრდებიან და ფაქტობრივად აბალანსებენ შემდგომ და ამიტომ ეს არის ფაქტობრივად დივერსიფიკაციის დამსახურება. დივერსიფიკაცია როგორც სექტორების მიხედვით, ასევე წყაროების მიხედვითაც არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, ფუნდამენტური ფაქტორების მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სავალუტო შემოდინებები, რომელიც სხვადასხვა არხებიდან არის, ხო? ეს არის ექსპორტი, არის ფულადი გზავნილები, არის ტურიზმი და ასე ვთქვათ, აი ამ კომპონენტების წყაროებიც საკმაოდ დივერსიფიცირებული არის წლიდან წლამდე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა, რაც თქვენ ახსენეთ 9.4%-იანი და ახლაც გასულ წლის მაჩვენებელითაც, ასე ვთქვათ, ვიცე-პრემიერიც აღნიშნავდა, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში საშუალოდ 9.7% იყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და დივერსიფიკაციის ნაწილიც, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულად საქართველოს ეკონომიკა ხომ არ არის და ამის შესახებ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ეს ასე არ არის და მნიშვნელოვანია თქვენი ახსნაც, რომ რომელიმე ერთ მიმართულებაზე, ასე ვთქვათ, დამოკიდებული და იმ ერთი მიმართულების გამოცვლა შემდგომ გამოიწვევს რაღაცა ვარდნას და ასე ნუ სხვა შორის საინტერესო იყო ჩვენ ვახსენეთ EBRD-ის დასკვნაც, რომელიც და ეს შეფასება უფრო ზუსტად რო ვთქვათ, სადაც ახსნილი იყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და პროგნოზი 6%-იანი პროგნოზი 2025 წლისთვის. EBRD-ის შეფასება იწყება ასე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამოიწურა თითქმის ის ფაქტორები, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთ-უკრაინა გამოდან, ანუ შემოდინებებთან დაკავშირებით, როგორც ვალუტის, ისე ფიზიკური პირების და ასე, ანუ არც ამაზე არ არის ბუნებრივი ერთჯერად რაღაცები ბუსტინგს, კარგი გაგებით ზეწოლას ახდენენ ეკონომიკური ზრდის მიმართულებაზე, მაგრამ ნუ ცხადია ეს ამოწურვადი ფაქტორები. აქვე მოდის ხოლმე ინფლაციის საკითხი, ვინაიდან თითქოს და ეკონომიკაში არის ასე ვითარება, რომ როდესაც მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირობითად 9.4% ან გასული წლის მაჩვენებელიც რომ ავიღოთ თლიანობაში, ამ დროს ინფლაცია უნდა იყოს თითქოს უფრო მაღალი, თქვათ, გარკვეულწილად. აი როგორია თქვენი შეფასებები ინფლაციის პროგნოზთან დაკავშირებით? დიახ.
კი, მეც ბევრჯერ მსმენია სხვადასხვა ანალიტიკოსებისგან, უცხოელი ანალიტიკოსებისგან, რომ მაგალითად, როდესაც მაღალი არის ეკონომიკური ზრდა, თან ამ ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი არის მოხმარება, როგორ შეიძლება ინფლაციაში არ გადაითარგმნოს და როგორ ინარჩუნებთ ასე დაბალ ინფლაციას, ხო? მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია, რაც იდეალური არის, მაგრამ როგორ ხდება ეს? ამის ახსნა არის ის, რომ ჩვენ თუ დავაკვირდებით ეკონომიკურ ზრდას სხვა ასე ვთქვათ, მხრიდან, ეს არის ასე ვთქვათ, წარმოების მხრიდან, პროდუქტიულობა არის ამის ასე ვთქვათ, ახსნის საფუძველი. პროდუქტიულობა გაიზარდა, მნიშვნელოვნად და როდესაც პროდუქტიულობა იზრდება, შესაბამისად უკვე მოხმარების ზრდა იმდენად ვეღარ გადადის ასე ვთქვათ, ფასების დონეში. აი აქ არის საინტერესო უფრო განსაკუთრებულად და კონკრეტულად თუ შევხედავთ, როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამ ზრდასთან ერთად ჩვენ ვაკვირდებით, რომ 2021 წლიდან მოყოლებული ხელფასებიც იზრდება, ხო, საქართველოში ორნიშნა ზრდის ტემპი არის ხელფასების, შარშან 16.5% გაიზარდა საშუალო თვიური ხელფასი და ინფლაციის გამორიცხვითაც მაღალი ზრდის ტემპი იყო და როდესაც მაღალი არის ხელფასის ზრდა, ეს რატომ არ ითარგმნება, მაგალითად, რატომ არ გადადის ინფლაციაში და არის ეგრეთ წოდებული ინფლაცია, ხელფასები ინფლაციის სპირალი, რატომ არ წარმოიქმნა საქართველოში? ამის როგორც უკვე ვთქვი, პროდუქტიულობა იყო მთლიანი ეკონომიკის და კონკრეტულადაც სამუშაო ძალის პროდუქტიულობა იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი და ხელფასების ზრდის ტემპსა და პროდუქტიულობის ზრდის ტემპს შორის სხვაობა იყო მინიმალური და როდესაც მინიმალური არის, ეს ნიშნავს იმას, რომ რისკი ხელფასების ზრდიდან ინფლაციაში არ გადადის. თუ გვექნება ჩვენ დაშორებული, ანუ პროდუქტიულობა არ იზრდება, ძალიან დიდი დაშორება გვაქვს და ხანგრძლივად ხდება ეს, მაშინ უკვე რისკი ჩნდება. და შესაბამისად ეროვნულ ბანკსაც უწევს სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, რომ ასე ვთქვათ, ჩაერიოს და ინფლაცია შეინარჩუნოს სტაბილურ დონეზე. მნიშვნელოვანი იქნება, რომ მიმდინარე წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ვიმედოვნებთ, რომ მაღალი ტემპი შენარჩუნდება და სხვა ფაქტორები არ იქნება, საგარეო ფაქტორები ამ შემთხვევაში უპირატესად ჩართული. ამ შემთხვევაშიც ასე ვთქვათ, პროდუქტიულობაზე აქცენტი მნიშვნელოვანია, რომ ეს გაქცევა არ იყოს, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა. ეს არის ახსნა, თუ რატომ არ გადავიდა და დიდი ინფლაცია არ გამოიწვია, ვთქვათ, წინა წელს და ასე 2023 და მეორე არის ის, რომ ასე ვთქვათ, როდესაც უყურებთ ჩვენ ინფლაციას, ინფლაცია კომპონენტებისგან შედგება, არის ადგილობრივად წარმოებული საქონელი და მომსახურება და მისი ფასების ცვლილება, არის ის პროდუქცია, რომელსაც იმპორტირებული სახით შემოდის ჩვენთან და აქ უკვე საგარეო ბაზრებზე რა ფასების ფიქსირდება, მაგალითად სურსათზე, ნავთობპროდუქტებზე, ხო, ამის იმპორტირებას, ანუ ინფლაციის იმპორტირებას ვახდენ და არის კიდევ შერეული საქონელი, რომელიც იმპორტის სახითაც არის და ადგილობრივადაც იწარმოება, ხო? წინა წელს იმპორტირებული ინფლაციის კონტრიბუცია მთლიან ინფლაციაში უარყოფით რჩებოდა. ანუ ფაქტობრივად ინფლაციას ქვემოთ ეკაჩებოდა, აი ეს იმპორტირებული ინფლაცია, მაგრამ მეორე მხრივ მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტიულობა მაღალი იყო, კვლავ მაინც რჩებოდა, ხო, რომელიც პოზიტიურისკენ ეკაჩებოდა ინფლაციას. თუმცა ეს არ იყო, ასე ვთქვათ, დიდი, ამასაც შენელების ტენდენცია ჰქონდა წლის დასაწყისში, თუ მაღალი იყო, შემდეგ 3% ჩამოწდა და 3%-ის ქვემოთ ნარჩუნდებოდა უკვე წლის ბოლოს და ჯამში მივიღეთ ის, რომ საშუალო წლიური ინფლაცია იყო 1.1%. ანუ კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, როდესაც პანდემია დასრულდა და ეკონომიკის გამოცოცხლებები დაიწყო, ხო? ამის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი და 22 წელი იყო, როცა საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქციის და სურსათის ფასები ფაქტობრივად პიკურ მაჩვენებლებს მიაღწია. აქ იმპორტირებული ინფლაცია შემოვიდა ჩვენთან და ეს იყო მიწოდების მხრიდან ზეწოლა ფასების დონეზე. უკვე 23 წლიდან მიწოდებიდან ზეწოლა გამოითიშა ნელ-ნელა, ეს ჩამოვიდა მინიმუმამდე 2024 წელს და რჩებოდა მოთხოვნა, რომელიც მოთხოვნაც მოდიოდა ქვემოთ, მაგრამ პოზიტიური რჩებოდა და ეხლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც მოთხოვნა უფრო მეტად დაჩქარდა, მაგალითად ადგილობრივად წარმოებული ფასების ინფლაცია მარტისთვის თუ შევხედავთ 4% არის, 3%-ზე მაღალი არის და იმპორტირებული ინფლაცია კვლავ დაბალი რჩება. მაგრამ აქაც არის კიდევ დეტალები, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასები იზრდება, იანვრიდან უკვე 6-8%-ის ფარგლებში არის თვეების მიხედვით, იანვარი-მარტის მონაცემებით, მაგრამ ის რომ ნავთობის ფასები არის ქვემოთ, ფაქტობრივად ნავთობის ფასების კლებამ დააკომპენსირა იმ სურსათის ფასების ზრდა და იმპორტირებული ინფლაციის კონტრიბუცია დარჩა ნულთან ახლოს. მაგრამ შემდგომ პერიოდში თუ ნავთობის ფასების ზრდა მოხდება, ანუ შემოbrunდება და სურსათის ფასები იგივე რჩება, შეიძლება ეს იყოს რისკი ინფლაციისთვის. მთლიანობაში ჩვენი პროგნოზი არის, რომ წელს ინფლაცია 3.7%-ის ფარგლებში იქნება, საშუალო წლიური.
მარტში 3.5% იყო წლიური და იანვარ-მარტის საშუალო წლიური 2.4% არის. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო თვეებში ჩვენ უნდა ველოდოთ, ასე ვთქვათ, ინფლაციის მატებას. თუმცა ეს არ არის, ასე ვთქვათ, საგანგაშო ამ ეტაპზე საბაზისო სცენარით, ეს ახლოს არის მიზნობრივ მაჩვენებელთან, თუმცა ის რომ ინფლაცია ფაქტობრივად მზარდი არის, თან ამავდროულად გვაქვს ჩვენ რისკები და უფრო მეტად ეს არის საგარეო რისკები, რომ იმპორტირებული ინფლაცია შეიძლება დაჩქარდეს შემდგომ თვეებში, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა ამ შემთხვევაში უნდა იყოს, რომ შეინარჩუნოს ის დონე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, რაც მიმდინარეთ არის 8% 2025 წლის განმავლობაში. კი ბატონო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე თუ დრო დავრჩა შემდგომ კიდევ რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ, მაგრამ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივი ირგვლივ ვიტრიალოთ, ასე ვთქვათ, ამ კუთხით, ვინაიდან რომ უყურებდი უფრო გრძელვადიან პროგნოზს, გრძელვადიან ისეთ თქვენ უფრო საშუალოვადიან შემდგომი 2 წლის პროგნოზს უკადად, მათ შორის ეროვნული ბანკის გათვლებს, ვთქვათ, ამ კუთხით. თქოს უფრო შემდგომი წლები კიდევ უფრო ოპტიმისტურია, ასე ვთქვათ, ინფლაციასთან დაკავშირებით, ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ საგარეო ფაქტორები არის ფაქტორები, რომელთა გამორიცხვას აი ძალიან ძნელია თქვა, ეხლა ნავთობის ფასი მივხვდით, იმიტომ რომ ახლა დაბალია, რა იქნება, თუნდაც 2-3 თვეში, აი ძალიან რთულია ამის პროგნოზი, რომ რაც ბევრ წილად დამოკიდებულია ბუნებრივია პრეზიდენტ ტრამპის ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, შემდგომ ნაბიჯებზე თუნდაც როგორ იქნება რუსეთის შეჭრის შემდგომ უკრაინაში არსებული ვითარება და ზოგადად ეს კონფლიქტი. არ შემიძლია აკითხოთ ბოლო პერიოდის ტენდენცია, ანუ ბევრი ესე იგი ადევნებს თვალყურს, რაღაცა გარკვეულწილად უფრო პანიკური მოლოდინები იყო დიდწილად შექმნილი ლარის კურსის, ეროვნული ვალუტის კურსის ირგვლივ. ჩვენ ნახეთ ასევე საკმაოდ ძლიერი турბულენცია, ასე ვთქვათ, ნოემბერი-დეკემბრის განმავლობაში და შემდგომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხედავთ, ამ შემთხვევაში ჩვენთან ეროვნული ვალუტის კურსისა და დოლართან მიმართებაში ვზომავთ ხოლმე, ვთქვათ, ფსიქოლოგიური ფაქტორიც ასეთია თქოს და ხედავთ რაღაცა გამყარების ტენდენციას საკმაოდ, ასე რომ ვთქვათ. თქვენი პროგნოზი როგორია ზოგადად გაცვლით კურსთან დაკავშირებით, რომ ბევრი კითხავს ამას, რომ რა ხდება, ბევრს ქონდა მოლოდინი, რომ ეს გაცდებოდა სამს, რაღაც ესეთი პანიკური თემებიდან გამომდინარე, თუმცა სრულიად საპირისპირო სურათი ვნახეთ. არა თუ სადღაც დაბალანსებული პირობითად, არამედ სრულიად საპირისპირო სურათი ვნახეთ გამყარების კუთხით. რაც შეეხება გაცვლითი კურსი, რომელიც სენსიტიური თემა არის და მაკრო მაჩვენებელი, რომელიც ასევე ბევრ მაკრო მაჩვენებელზე აისახება. როგორც უკვე ახსენეთ, შეტევა იყო გაცვლით კურსზე ნოემბერ-დეკემბერში. ეს იყო ფაქტობრივად საპროტესტო გამოსვლთან დაკავშირებული შეტევები. ფაქტობრივად უარყოფითი მოლოდინების გამო იყო, მაშინ როცა ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ, ასე ვთქვათ, სტაბილური რჩებოდა, ხო? სავალუტო შემოდინებები არ იყო გაუარესებული, იგივე დონეზე რჩებოდა, თუმცა ეს იყო, ასე ვთქვათ, მოლოდინებით გამოწვეული გაუფასურებაზე, გაუფასურება, ხო, გაცვლითი კურსის იანვარში იყო ფაქტობრივად პიკური 2.920 გადააჭარბა დოლართან მიმართებაში. თუმცა მას შემდეგ, რაც უკვე დაინახა საზოგადოებამ, ასევე ბიზნესმა, რომ გაცვლითი კურსი ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესებით არ ხდებოდა და მე ცოტა მოგვიანებით ამას მოუსწრო ის, რომ საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 11.1%. ეს იყო ფაქტობრივად მიზეზი, რატომაც მე პირიქით დაიწყეს კონვერტაციები დოლარიდან ლარში, იმიტომ რომ აი ამ კონვერტაციებს აიდან უყურებ ჩვენ დეპოზიტების დოლარიზაცია. თუ ნოემბრიდან დაჩქარდა, ზემოთ წავიდა, იანვარში პიკური იყო და უკვე თებერვლიდან ქვემოთ წამოვიდა დოლარიზაციის მაჩვენებელი, ანუ ხალხმა დაიწყო კონვერტაცია. მეორე ფაქტორი, რაც ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის, ეს იყო მარტში უკვე აი ეს დოლარის გლობალური დასუსტება, ხო? ის რომ ერთი მხრივ ფუნდამენტური ფაქტორები მხარს უჭერს ლარს და ლარის კურსი ამის გამო მოსწავლეზე მეტად იყო ასე ვთქვათ ტრენდი გამყარებისკენ წამოვიდა, ამას დაემატა ეხლა გლობალურად ფაქტორად დოლარის დასუსტება ლარის მხარდაჭერი არის, ის არა მარტო ლარის მხარდაჭერი არის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ვალუტების, ხო? მათ შორის ისეთი მსხვილი ვალუტების, როგორიც არის ევრო, ფუნტი და ვხედავთ უკვე როგორი გამყარების ტენდენცია აქვს და ბევრი ფიქრობს ხომ არ გადავიდეთ ეხლა დაზოგვა ხომ არ ჯობს ევროში ან ფუნტში, ხო? ესეთი ტენდენციებიც კი წამოვიდა. ამიტომ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ
ეს დოლარი გლობალურად დარჩება სუსტი მიმდინარე წლის განმავლობაში, ის რა პროგნოზი ჩვენ გვაქვს გაკეთებული ახლა საბაზისო სცენარში 2.85 საშუალო წლიური, ამაზე უკეთესი, ასე ვთქვათ, მაჩვენებელიც გვექნება მთელი წლის განმავლობაში. თუმცა ამავდროულად ჩვენ იმასაც უყურებთ, ალბათ ამაზეც გადავალთ ამ საკითხზეც რეზერვებთან დაკავშირებით, ხო? კი ბატონო, გადავიდეთ პირდაპირ რეზერვებზე ამ წელს, იმიტომ რომ რეზერვებიც ასევე ფაქტიც იყო რეზერვების ჩვენ ნახეთ რომ ოქტომბრის განმავლობაში ეროვნულ ბანკს მოუწია ასე ვთქვათ რეზერვების ხარჯვა კურსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ ხედავდით საპირისპირო ტენდენციასაც ბოლო პერიოდში და რეზერვებიც იყო არა ისეთი ზეწოლის, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ რეზერვები იყო თემა უფრო სპეკულაციის, შეიძლება ასე ითქვას, რომ ეროვნულ ბანკს დააცარიელა რეზერვები პირობითად, ან მოუწევდა დაცარიელება. აი, ამ კუთხით რა ტენდენცია გვაქვს, რომ გავაგზავნოთ თემა და თან შევაფასოთ? ხო, რაც შეეხება რეზერვებს, რეზერვების ხარჯვა ოქტომბერში მაღალი იყო და შესაბამისად ჩამოვიდა 4.1 მილიარდამდე იყო ჩამოსული და შემდგომ წლის ბოლოს 4.4-მდე გაიზარდა. აქ ზრდაში ასე ვთქვათ, გარკვეულად 350 მილიონის ზრდა მოხდა იმით, რომ ეროვნულ ბანკმა სარეზერვო ნორმები გაზარდა 5%-ული პუნქტით უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე და წელი დასრულდა ფაქტობრივად 4.4 მილიარდით, 2023-ში იყო 5 მილიარდი და ეს პრინციპში აქ როდესაც არჩევნები ახლოვდებოდა სექტემბრიდან იყო უკვე შეინიშნებოდა ზეწოლა გაცვლით კურსზე, ფაქტობრივად წინასწარ ხდებოდა კონვერტაციების გაკეთება და ის რომ ეროვნული ბანკი ჩაერია თავისი ინტერვენციებით, ეს გაანეიტრალა ფაქტობრივად და არ წარმოქმნა ის დომინოს ეფექტი, რომელიც შეიძლება ამ გაცვლით კურსის ასე კონვერტაციების გამო მოყოლოდა გაცვლით კურსის გაოფასურებას, ხო? თან ეს იყო ის რომ ეროვნული ბანკი უყურებს ფუნდამენტურ ფაქტორებს და ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე იყო მიღებული ეს გადაწყვეტილებები, რომ რადგან ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერი რჩება, ეს კონვერტაციები არის მოკლევადიანი და ეხლა თებერვლიდან ჩვენ ხედავთ, რომ როდესაც დეპოზიტების დოლარიზაცია ქვემოთ წამოვიდა, გაცვლითი კურსის, ასე ვთქვათ, გამყარება შეინიშნება, უფრო მეტად გამყარდა, ვიდრე ამისი მოლოდინები არსებობდა და უკვე პირიქით, როდესაც დაიწყეს კონვერტაციები, აქ უკვე ეძლევა ეროვნულ ბანკს საშუალება, რომ ის რეზერვები, რაც მაგალითად წინა პერიოდებში გაყიდვის მიმართულებით განახორციელა, ეხლა პირიქით შესყიდვის მიმართულებით განახორციელოს, ხო? ჯერჯერობით მარტის მონაცემები არ გვაქვს, 25 აპრილს იქნება დადებოდა და არ გამორიცხავ, რომ აქ ასე ვთქვათ მარტის თვეში ეროვნულ ბანკს შეესყიდა გარკვეული მოცულობის, აპრილშიც ვფიქრობ, რომ ამის საშუალება ჰქონდა და ექნება მანამ სანამ ტენდენცია რაც არის ახლა, კი, გლობალურად იქნება. თუმცა ის რომ ასე ვთქვათ რეზერვების დონე რომ შევაფასოთ, ხო, უყურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელს და ეს მაჩვენებელი არის იმპორტთან მიმართებაში. ანუ რამდენი თვის იმპორტის დაფარვა შეუძლია საერთაშორისო რეზერვებს და ზოგადად მიჩნეული არის, რომ რეზერვები ადეკვატური არის მაშინ, თუ მას შეუძლია 3 თვის იმპორტის დაფინანსება, ანუ დაფარვა. და გასულ წელს იყო, როდესაც ჩამოწდა ეს 3 თვის 2.8 იყო და ამას ეროვნული ბანკიც აღნიშნავს, რომ რეზერვების დონე ჩამოწდენილი არის აი ადეკვატურ დონეს, თუმცა ეს არ არის საგანგაშო, გამომდინარე იქიდან, რომ თუ უფრო ღრმად ჩავალთ და ჩავიხედებით ჩვენ ანალიტიკურად აი ამ საკითხს ჩავღრმავდებით, ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ იმპორტი, რომელიც მე ექსპორტზე გაგვაქვს. რეექსპორტირდება ფაქტობრივად. რეექსპორტი ხდება და ასეთი ძალიან დიდი არის კატეგორიები, აქ არის როგორც ავტომობილები, ასევე თამბაქო, ასევე გვაქვს მედიკამენტების ნაწილში, ასევე ძვირფასი ლითონები არის, ხო? ესენი დიდი რაოდენობა რეექსპორტის კატეგორიები არის და თუ იმპორტში ამას გამორიცხავთ, მაშინ არ არის ეს საგანგაშო, ხო? მაშინ 3 თვეზე მეტი ჯერადი გამოდის საერთაშორისო რეზერვები. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა ქვეყნისთვის აი ამ ერთიანი მიდგომით უყურებენ და ითვალისწინებენ და შესაბამისად სარეიტინგო კომპანიებიც ხო უყურებენ რეზერვების დონე თუ როგორი არის და ამიტომაც არის საჭირო რომ რეზერვები უფრო მეტად იყოს ასე ვთქვათ დაგროვებული და ამ საკითხს ეროვნული ბანკიც ითვალისწინებს და ვფიქრობ რომ წლის განმავლობაში ასე ვთქვათ გარკვეულ შესყიდვებს განახორციელებს თუ ამას გაცვლითი კურსის მისცემს საშუალებას და ვფიქრობ რომ ეს თვეები აძლევს საშუალებას. კი ბატონო, თითქოს ამისკენ ყველა ტენდენცია მიდის, მათ შორის ასევე თუ დრო დაგვჭირდეთ საინტერესო საუბრობთ, ბევრი რამე მინდა მოვასწრო და გკითხოთ, მაგრამ ეხლა თუ ჩვენ შევხედავთ შეერთებული შტატების პოლიტიკას ზოგადად, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის
საუბარს რომ ამერიკა უნდა იქცეს უფრო ისე ვთქვათ ინდუსტრიულ ქვეყნად, ინდუსტრიალიზაცია უნდა გაძლიერდეს ამერიკაში, რაც ავტომატურად გულისხმობს ასევე საუბრებს ეგრეთ წოდებული მარალაგოს შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ ავტომატურად თითქოს აქ სუსტ დოლარზეა საუბარი, გლობალურად სუსტ დოლარზე გამომდინარე იქიდან რომ ექსპორტი გააიაფოს შეერთებულმა შტატებმა, ამიტომ შესაძლოა გაგრძელდეს კიდეც ასე ვთქვათ დოლარის შესუსტების, გლობალური შესუსტების პოლიტიკა ამაზე არ არის გამორიცხული, თუმცა მანამდე ისევ მინდა დაუბრუნდე კურსის გამყარების ფაქტორებიდან, რომ შემოდინებს გარკვეულად ჩვენ ექსპორტზე ვისაუბრეთ და აუცილებლად მინდა გითხოთ ტურიზმზე, რომელიც ზოგადად არა მხოლოდ ვალუტის შემოდინების წყარო, ანუ რაც რა თქმა უნდა ცალსახად ეს ასეა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თან ჩვენ ვნახეთ, რომ ტურიზმი საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა საქართველოში, ანუ სხვადასხვა ტიპის ტურიზმი განვითარდა, არა მხოლოდ საზღვაო, არა მხოლოდ სამთო, არამედ ბევრი საინტერესო მიმართულება, გასტრო მიმართულება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. თქვენ როგორ ხედავთ აი ტურიზმის, აი როგორი იყო, თქვათ აი გასული წელი, აი როგორ ხედავთ ტურიზმის შემოსავლას და ტენდენციას, როგორი გაქვთ პროგნოზი ამასთან დაკავშირებით? დიახ, ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი არის მიმართულება ჩვენი ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ თვითონ პირდაპირ ეფექტს თუ შევხედავთ ეკონომიკისთვის, ტურიზმის არ არის არც ისე მაღალი, რომელსაც საზოგადოება აღიქვამს, ხო, საზოგადოება აღიქვამს, რომ ხოლო ტურიზმზე არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა. ეს ესე არ არის, იმიტომ რომ დამატებული ღირებულება, რაც ტურიზმის სექტორიდან ირჩება, ეგ 10%-ზე 8-10%-ის ფარგლებში არის. ის რაც შემოსავლებია და შემოსავლებს თუ შევხედავთ თლიანი შიდა პროდუქტში, ის მაღალი არის, თუმცა ამ შემოსავლების გარკვეული ნაწილი იმპორტზე მიდის და იმპორტი კი ჩვენს ასე ვთქვათ, შემოსავლებს, ქვეყნის შემოსავლებს აკდება. ამიტომ ასე ვთქვათ, გადაჭარბებული არის ეს აღქმები. რაც შეეხება ტურიზმს, არაპირდაპირ ეფექტი, რა თქმა უნდა, აქვს ტურიზმის სექტორს, იმიტომ რომ ბევრ სხვა სექტორს ხელს უწყობს განვითარებაში და ეს ჩვენ დავინახეთ 2015 წლიდან მოყოლებული მზარდი ტურიზმის ფონზე. რაც შეეხება თვითონ ტურიზმის შემოსავლებს და ტურისტულ ნაკადებს, პანდემიის შემდგომ ტურისტული შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგა ვიდრე ტურისტული ნაკადები. ტურისტული ნაკადები ფაქტობრივად შარშანი იყო, როდესაც ფაქტობრივად პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. რაც შეეხება ტურიზმის შემოსავლებს, ეს მზარდი იყო 2022 წლიდან პანდემიამდელ მაჩვენებელს გადავასწარეთ. შარშან ტურიზმის შემოსავლები წლიურად 7.3% გაიზარდა და 4.4 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. წელს ვფიქრობთ, რომ ჩვენ მზარდი გვექნება ტურიზმის სექტორი. შემოსავლების, ასე ვთქვათ, პროგნოზი კონსერვატიული გვაქვს 4.5 მილიარდი არის. თუმცა აქ არ გვაქვს ჩვენ გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, ის მომენტი, თუ მაგალითად აზერბაიჯანიდან ეს სარკინიგზო საზღვარი სახმელეთო ხო ან იქნება რკინიგზით მიმოსვლა აღდგება. დამატებითი, ასე ვთქვათ, პოზიტიური გავლენა ექნება ამას ტურიზმის შემოსავლებს და ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის 4.7-4.8 მილიარდზე ავიდეს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. რაც შეეხება ამ პირველ სამ თვეს ჩვენ შეფასება გვაქვს გაკეთებული, ამას უყურებთ ჩვენ უცხოური ბარათების გადახდების სტატისტიკიდან. იანვარ-თებერვალში ფაქტობრივად იგივე დონე ნარჩუნდებოდა, რაც გასულ წლის იანვარ-თებერვალში იყო. მარტში ვხედავთ, რომ დაჩქარებული არის დაახლოებით 8.7%-ის ფარგლებში გაიზარდა ჩვენი შეფასებით ტურიზმის შემოსავლების 300 მილიონამდე და გამოდის, რომ პირველი კვარტალში ტურიზმის შემოსავლების ზრდა გვაქვს 3.5%-ის ფარგლებში. ანუ ამაზე დაყრდნობით ის რაც პროგნოზი გვაქვს გაკეთებული 4.5 მილიარდი გვექნება წელს, საკმაოდ რეალისტურია. ბოლო გასულ წელს შეინიშნებოდა ის, რომ აზიის ქვეყნებიდან ინტერესი იზრდება, ასევე ისრაელიდან ეს არ შენელებულა, პირიქით მზარდი არის და აქ შეიძლება ისიც გავიხსენოთ, როდესაც ისრაელ-ჰამასის ომი დაიწყო, მაშინ პროგნოზი კეთდებოდა, რომ ისრაელიდან პროგნოზები განახევრდება და ასე შემდეგ, მაგრამ პირიქით განხორციელდა და პირიქით მოხდა და ისრაელი ვიზიტორების ინტერესი აქ სხვადასხვა მიმართულებით არის და სხვა სექტორებში განსაკუთრებით უძრავ ქონებაში არიან, ასე ვთქვათ, წარმოდგენილები. აი, გადავიდეთ ხა უძრავ ქონებაზე, მაშინ რადგან სწორედ უძრავი ქონება ერთ-ერთმა მათ შორის თქვენი შეფასება არის ხოლმე ხშირად ამას დაკავშირებით. ძალიან კვალიფიციური, რომელსაც ვიყენებთ ზოგადად client development-ის მიმართულებით ტურისტთან დაკავშირებით, ეს სრულად გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ ხშირად შეფასება არის გადაჭარბებული ტურიზმის საკრაულ როლზე, ასე ვთქვათ, client საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია development-ი, ასევე რომ და ვხედავთ საკმაოდ საინტერესო ინტერესი, ხა შესავალში, საინტერესო ინტერესით, რა თქმა უნდა, შესავალში ვახსენეთ
მე გუშინ ფორუმზე სადაც თქვენ ბრძანდებოდით, მადლობა კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხავთ რომ გუშინ მობრძანდით ფორუმზე, სადაც ასევე მაშინ ვიце-პრემიერმა MR-თან დაკავშირებით ისაუბრა და იქ დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებიც იყვნენ, ასე თქვა, საქართველოში რამოდენიმე წამყვანი დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები. თვითონ ამ ბაზარს როგორ ხედავთ ასევე, იმიტომ რომ ხედავთ რომ ფასების ისეთი ტენდენცია, ბევრი თვლიდა რომ აი იმ ფაქტორიდან გამომდინარე რომ ერთ თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ რაღაც შემოქმედებთან იყო დაკავშირებული, თითქოს მნიშვნელოვნად უნდა გაიაფებულიყო, ბევრს ასე წარმოედგინა ეს ტენდენცია. აი როგორია, ვთქვათ, აი ეხლა როდესაც თითქოს ის წნეხი აღარ არის, ვთქვათ, ამ კუთხით, აი რა ვითარება აბაზარს და რა მოლოდინებია. ახლა დეველოპმენტის თვალსაზრისით საინტერესო იყო 2022-2023 წლები, როდესაც მაღალი მოთხოვნა იყო და ამ მაღალი მოთხოვნის ფონზე ფასების ზრდის ტემპიც იყო გაზრდილი, თუმცა ეს მარტო მოთხოვნიდან არ იყო განპირობებული, აქ იყო მაგალითად სამშენებლო მასალები გაძვირებული, მუშახელი გაძვირებული, ასე ვთქვათ, ნებართვები, რომლებიც კაცრდება, ხო? აი ყველაფერი ხარჯთან არის დაკავშირებული და შესაბამისად ეს ფასში აისახება. ეს იყო მიზეზი, პიკური იყო 2024 წელს შენელება იყო ფასების ზრდის ტემპში, თუმცა მაგალითად თბილისში ბინის საშუალო ფასი დაახლოებით 11.9% ფარგლებში იყო გაზრდილი, თუმცა თუ 2022-23 წლებში მაგალითად საშუალო თვეში 1.9%-იანი ზრდა იყო, ეს ჩამოვიდა, 1.9% იყო, ჩამოვიდა 2024-ში თვიდან თვემდე 0.5%-ით იზრდებოდა. ანუ 2024 წელი ფასები გაიზარდა, გაყიდვები, ასე ვთქვათ, მინიმალური იყო, შენელდა გაყიდვები, განსაკუთრებით შენელება იყო მაშინ, როდესაც საპროტესტო აქციები იყო, მაგრამ ხდებოდა ისეთი პერიოდები, მაგალითად მაისს თუ გავიხსენებთ, შარშან-მაისში საპროტესტო აქციები იყო, მნიშვნელოვნად იყო შენელებული გაყიდვები, შემდგომ ივნისში გამოცოცხლება იყო, თან იმ ფონზე, როდესაც ფეხბურთი იყო და გასული იყო, ასე ვთქვათ, ემოციები ჩამცხრალი, პირიქით პოზიტიურ ემოციებში გადაზრდილი. ამის მიხედვით, ამის გამო მაინც გაზრდილი იყო, ივლისში საკმაოდ კარგი გამოცოცხლება იყო, შემდგომ იყო პერიოდები, როდესაც ოქტომბერში შენელდა, ნოემბერში ისე გამოცოცხლდა, დეკემბერში, ანუ ესეთი სეზონური მოთხოვნით ხასიათდებოდა ეს. მიმდინარე წელს ჩვენ ვხედავთ, რომ გამოკითხვებს ატარებენ ჩვენი ანალიტიკოსები, აი წამყვან დეველოპერებთან. აი ძალიან საინტერესო კვლევა გქონდათ, აი ბოლო ორი თვის მაჩვენებელი არის ხო იანვარ-თებერვლის ასევე. შენელება არის, ასე ვთქვათ, გაყიდვებში, თუმცა ფასში მცირედი ზრდა ფიქსირდება და ეს ზრდა, როგორც უკვე ვახსენე, აი ძირითადი ფაქტორებით არის გამოწვეული. წლის ჭრილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფასების, ასე ვთქვათ, იზრდის ტემპი არ იქნება, რაც წინა წლებში იყო, თუმცა შემცირება ნაკლებად არის მოსალოდნელი, რაც შეეხება გაყიდვების ნაწილს, გაყიდვების ნაწილი ფაქტობრივად ეს კორექციას განიცდის, პიკური იყო, თუმცა ჯამურად მაინც მაღალი რჩება და ბაზრის ზომა გაზრდილი არის, მაგალითად საინტერესო არის 2021 წელს ბაზრის ზომა რაც იყო, ის ფაქტობრივად 1 მილიარდით გაიზარდა 2024 წელს თბილისის მასშტაბით. ბათუმში არ იყო ამხელა ზრდა, თუმცა იქაც მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ზრდის ტემპი ფიქსირდებოდა. და აქ არის საინტერესო კიდევ ნებართვები, ხო? ნებართვებიც პიკური ძალიან მაღალი ზრდის ტემპი იყო 2022-23 წლებში, ეს ნებართვებიც ზრდის ტემპი შენელება გვაქვს, შემცირება გვაქვს, თუმცა არ არის ეს, ასე ვთქვათ, საგანგაშო გამომდინარე იქიდან, რომ წინა 2021 წლის მაჩვენებელი საკმაოდ აღემატება ეს და აქ კიდევ არის მნიშვნელოვანი ის, რომ როდესაც ნებართვები გაისცემა და ბინები უნდა დასრულდეს გარკვეულ წლებში 25-ში, 26-ში, 27-ში, რამდენი არის მაგალითად ამოყიდული ამ ბინებიდან და ასე შემდეგ. ხო, 2025 წლისთვის დაახლოებით 75% უკვე გაყიდული არის, ხო ეს. ამიტომ აქ მოკლევადიან პერიოდში არანაირი, ასე ვთქვათ, საფრთხე ამას არ გააჩნია. შემდეგი ორი წლის შეეხება გრძელვადიანს, უკვე გრძელვადიანში აქ ბევრი ფაქტორი არის, როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური ფაქტორი, როგორი იქნება მოთხოვნა, როგორი იქნება, ასე ვთქვათ, ინტერესი აი საინვესტიციო მიმართულებითაც. თბილისში უფრო მეტად ეს არის, ასე ვთქვათ, შესყიდვებზე დაფუძნებული ადგილობრივების ინტერესი უფრო მეტი არის, ხო? საჭიროებაზე დაფუძნებული შესყიდვები არის და ვფიქრობთ, რომ ეს საჭიროებაზე დაფუძნებული შესყიდვების ტრენდი გაგრძელდება შემდგომ წლებშიც, ხოლო საინვესტიციო მიმართულება აქ უკვე სხვა მრავალი ფაქტორები არის გადამწყვეტი და ჯერჯერობით კარგი სიტუაცია არის, იმიტომ რომ მაგალითად ქირის ფასისაც ჰქონდა შემცირების ტენდენცია, თუმცა იმ დონეზე რჩება, რომელიც უკვე აღემატება ჩვენ შესაძარ ქვეყნებს და კვლავ მიმზიდველი არის, რომ აქ მაგალითად საინვესტიციო მიმართულებითაც
ინვესტირება გაკეთებულია. კი, და სხვათა შორის მართლაც განწყობები ძალიან მოქმედებს ამ ბაზარზე, ისე როგორც ყველა მიმართულებით ამ ბაზარზე ბუნებრივია და სხვათა შორის თქვენს კვლევაშიც რამდენთაც მახსოვს, აი იგივე თვის წრეში თუ შევხედავთ, ან თებერვალში მათ შორის გაზრდილი იყო კაკოდების მაჩვენებელი იანვართან შედარებით, ასე ვთქვი, იანვარში გარკვეულწილად შედარებით ის და შემდგომი წლების ტენდენცია კიდევ მე ვფიქრობ, რომ არ არის დაბალი, თუ არ მეშლება 43-44% ფარგლებში იყო შემდგომ წლებში უკვე გაყიდული ბინების მაჩვენებელი, რომელსაც ჩაბარდეს, თქვათ 26-ში, 27-ში, 28-ში, ვთქვათ აი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ასევე საინტერესო ნაწილია და კიდევ ერთხელ აქ აი ალბათ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება, მე ვფიქრობ, რომ ემ არის შემოსვლა საკმაოდ საინტერესო მოვლენა იქნება დეველოპერულ ბაზარზე, განსაკუთრებით თბილისის და ბათუმის მიმართულებაზე და არა მხოლოდ. და უცებად მინდა გკითხოთ, საფონდო ბირჟებზე ხოლმე ხშირად საუბარი ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილი. ჩვენ ხედავთ ხა გლობალურად საფონდო ბირჟებში, შეერთებული შტატების ბირჟაზე განსაკუთრებულ турბულენციას, ასე ვთქვათ, ამ კუთხით ალბათ ბევრი აკვირდება, ბევრს ძალიან მცირე მოცულობს, მაგრამ აქციები აქვს ნაყიდი და ასე შემდეგ. აი როგორია ქართული კომპანიების ტრენდი, ასე ვთქვათ, დღეს ამ ვითარებაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე? დიახ, სანამ ტრამპი აი ამ მძიმედ სატარიფო დაანონსებდა ტარიფებს, მაგრამ შემდგომ 90 დღე დააპაუზა და ყველასთვის 10% არის მიმდინარედ გარდა ჩინეთისა. მანამ ქართული კომპანიების აქციები, რა თქმა უნდა, იზრდებოდა და რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდებოდა პირველ ორ თვეში. ამის შემდგომ გაყვა იმ ტრენდს, რაც გლობალურად გამოიწვია ამ სატარიფო პოლიტიკამ, გლობალური ინდექსები მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს შემცირება ქართულ კომპანიების აქციებსაც, ასე ვთქვათ, შეეწყო, თუმცა მას შემდეგ რაც ტრამპმა დააპაუზა, ასე ვთქვათ, 90 დღით შემოტრიალდა საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის აქციები და ქართული კომპანიის აქციებიც, ასე ვთქვათ, ამოვიდნენ, ანუ ის რაც კლება იყო სწრაფადვე თითქმის ორ დღეშივე იყო ამოსვლა. მიმდინარედ წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 10%-ზე მეტად არის გაზრდილი ეს აქციები. და ვფიქრობთ, რომ მზარდი არის ლონდონზე წარმოდგენილი ქართული კომპანიები, იმიტომ რომ ისინი ფართოვდებიან, როგორც საქართველოს ბანკი, აქ საქართველოს ბანკი არის ამ ჯგუფის Lion Finance Group-ის ერთ-ერთი ასე ვთქვათ შემადგენელი, მეორე ამერია ბანკი, რომელიც ასე ვთქვათ გასულ წელს იყო შესყიდული ამ ჯგუფის მიერ, ასევე TBC ბანკი, რომელიც უზბეკეთშიც არის წარმოდგენილი, ანუ ფართოვდებიან და არ არის გამორიცხული, რომ მომდენო პერიოდებშიც კიდევ უფრო სხვა ბაზრებზე იყვნენ გასულები, ანუ ეს ზრდა იმას მიანიშნებს, რომ ეს კომპანიები მიმზიდველი ხდება ფასის მიხედვითაც, ხო, მათი აქციები მოსალოდნელი არის რომ გაიზარდოს, მაგალითად Lion Finance Group-ის ასე ვთქვათ ეს კომპანია FTSE 250-ში არის შესული და მიზანი არის რომ FTSE 100-ში იყოს წარმოდგენილი, ხო, FTSE 100-ი წარმოდგენა ნიშნავს იმას, რომ აქციის ფასის, რა თქმა უნდა, მზარდი იქნება. ამიტომ ასე ვთქვათ რჩება ეს ასე ვთქვათ პოზიტიურად და საშუალებად ენაგრძელებადიან პერიოდშიც ასე ვთქვათ მიმზიდველი იქნება ამ კომპანიებში ინვესტირება. რაშა, ძალიან დიდი მადლობა, კიდევ მაქვს რამოდენიმე საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ვასწრებთ ამ ნაწილში ჩვენ, მით უმეტეს ტარიფებზე კიდევ მეტი გვინდოდა გვეთქვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტარიფები აქტუალურ თემად დარჩება შემდეგი 90 და არა მხოლოდ 90 დღის ცხელი თემა იქნება მუდმივად. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მობრძანებისათვის Business Insider-ში რადიო სივრცის ეთერში ბატონი ილაშა კავთარაძე, გალთენთაგართის მთავარი ეკონომისტი იყო სტუმრად. ჩვენ ტრადიციულად დავბრუნდებით შემდგომ 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და გვისმენთ.